მაგრა გამოზაფხულდა და ეს დღეები მაგარი სიცხეა და გადავწყვიტეთ ყველა ის თავანი, ეგრეთ წოდებული თავანი, რაც დაგვიგროვდა, პირწმინდა ჩაგაბაროთ, იმიტომ რომ პატიოსანი ხალხი ვართ ჩვენ მეტნაკლებად. მოკლედ დღეს თქვენ საშუალება გექნებათ შიდა ქართლში, კაცებში იხილოთ როგორ გავრეცხავთ ნიკას ეპოქალურად ბინძურ მანქანას და ამას გავაკეთებ ჩემი ორი ძვირფასი ხელით. ასევე პირადად მე ვაპირებ ძროხის მოწველას, მარიშკა, კი რომელმაც წინა გამოშვებაში ნიკას მოუგო ერთი სურვილი, კაცმა არ იცის, ღმერთმა არ იცის, რას მოსთხოვს ნიკას. მოდი აქ. უნდა გავაკეთო? ეს ყველაფერი ამ ბლოკში. არა, მაგაზე არ ვარ ჩეთან. მოდით ვნახოთ ნიკას მანქანა. ნუ დააგდეს ეს მანქანა. არ შენც ხა. მოკლედ გაიცანთ ნიკა ლებანიძის მანქანა. რამდენი წელი რაც ყავს? 4 მე მგონი ან 3, არ მახსოვს. 4 ან 3-ია ყავს და მინდა გითხრათ ალბათ წელიწადნახევარია როგორც მინიმუმ ეს მანქანა არ გარეცხილა. ჯამში რაც ყავს ალბათ სულ ჯამში ეს იქნება მესამე რეცხვა ამ ფისოსთვის. 13 ლარი გვაქვს, ეგ ნიშნავს რომ 13 წუთი გვაქვს. არა, მეტია. ცოტა მეტი. ხო, ნუ ალბათ ხვდებით რომ ცხოვრებაში არ გამირეცხია მანქანა და ეს იქნება ხალხი. დროზე არ უგიზათ ამ ყველას გაგვაგდებს აქედან. არა, აჩიკო არ გაგყრის კავსპიდან. რატო? არ ვიცი. მოკლედ დავიწყე. მეფის ქალაქი. მეფის ქალაქში ვართ. მარიშკა მოდი. ყველა არ ჩაყარო. ხო, მოდი ერთი მარიშკა, აგერდავდებ. კი ბიძია. ჯერ კაფი თუ გინდა რეშტალახის მოა. ხო. რო გათარდება 1.5 კაფიც ამოვა. მერე ლარიანი ჩააგდე და აწექინდე 3 წუთი წყალი იმეს. 1 2 3. აიღე. კაფი გა. რა გარეცხავ ცხოვრებაში ერთხელ შენ იმას ასწავლე ჭკუა. და კაფი გაქვს უკან თავზე. დედი ჩამისხირა კიდევ ერთი. ჩაგდე. დედი. ან ნინუც აქეთ მანქანას რეცხავს ლარიანებში და ნიკა აქეთ. აია. ანუ ეს ამ ყველაფერში ვზივართ. ანუ აი ამაში ზის ნიკა ლებანიძე. ყვავილებია ამოსული. ამას რა ქვია? ხალიჩები. ხალიჩებს წვინდავთ. ხურდა ჩააგდე რა. მოდი, რომელი გინდა? ერთი კაფი. მიუშვი. ანუ და მაგას ისა მეტი აღარ გაქვს ფული ეს გვაქვს? ხო. კი, მაგრამ გვეყოფა. არ გვეყოფა, რა ვერ გვეყოფა. ლებანიძის მანქანაში. გადავრჩი? ტუალეტის ქაღალდი ოღონდ ჭირიანი, რომელსაც ვერ გამოიყენებს. ბუშტი.
კიდევ ბუშტი, აი ეს არ ვიცი რა არის. ორგანიზატორი, რომელსაც ზემოდან ქიშმიში აქვს მიკრული. გატეხილი ვეშოლკა. რაღაცა. ეს არ ვიცით რა არის. აქ შეიძლება მართლა ძალიან ბევრი რაღაც ვიპოვოთ. ეს ჩემი ხელთათმანებია. ხელთათმანი იპოვა, ნიკა. ეს ჩემი ხელთათმანია, თუ იპოვნე ვაფშე რატო არ მითხარი? 2 ცალი ქუდი. პირბადეები, რომელიც არ ვიცით რა თუნდა, იმიტომ რომ ცხოვრებაში არ კეთებია, კოვიდის დროინდელი პირბადეები. Blue for him რაღაცა სუნამო. ეს არ ვიცი რა არის. აი ამაგანაში აი ეს რა თუნდა. ეს ხელთათმაში ჩასადები გასათბობი რაღაცა. მოეცა მამა ცხონებულს. რა სათამაშოებია? მანიაკია მე მგონი. Cry Babies სათამაშო. კლუჩები. ეს არ ვიცი რაღაცნაირი კლუჩი. დენიკის დროინდელი ყურსასმენი. და შაქარი. კაი, მოდი გიواب გადაიღე აი ამდენ რაღაცას თუ ჩაატებთ ერთ პატარა იმაში უჯრაში. სულ გადმოდი და გავწვიდე წავედი. აქ რა უდევს. ძალიან ჭუჭყია. ეს როგორ უნდა დავალაგო? გაცილებით უფრო რთული იყო ამ მანქანის გარეცხვა, მაგრამ მეგობრების დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი ლურჯა თეთრია, აღმოჩნდა. და რაც შეგვეძლო დავასუფთავეთ, მობრძანდი და ნახეთ, ხელით, იმიტომ რომ ხელტილო არ გქონდა ეგრეთ წოდებული და მოკლედ კარგად ვიწვალთ. გიო ანახეს სუფთავე. აი, კარგად არ ანახო გიო რა. შორიდან შორიდან იყო. ო, მაგრამ კიდევ ვიღარ. შიგნიდან ქიმწმენ დაჭირდება ჩემი აზრით, მაგრამ ისე კაი ის არის. გარედან რა გინდა, ნახე. ძალიან სუფთა. არ დამოძგავსეთ მათ. არა, იცი რა არის? ანუ მიყუდების არ შეგეშინდება რა. მოკლედ ეხლა კონში მივდივარ და იმედი მაქვს რომ ისევ ტალახში გავიჩნდეთ. და ძროხა გველოდება წინ. ნინუცას ნატიფი ხელოვნება ცოცვის. რას მოვკიდო ხელი, რას ფეხი? უყურე, ხელი? ხო? მოკიდე. გადმოდი ხამ ხელზე, ფეხი აიტანე მარჯვენაზევით. მიდი, კიდე. ამას ვერ ვკიდებ ამ ხელს. კაი, აი იქ მოკიდე, აი, შიგნით. მიდი დაეხტე, ნუგაში. მეზარება. მაგარი იბლატოვა. თამეს. კაი, მოდი აქ მაშინ, აბა ხა აქ ვცადო. ეს უფრო გაგიადვილდება დამჯერ, მოდი. ამას მოკიდე ორივე ხელი. მარცხენა ფეხი დადი აქ, მარცხენა არა, ეგ მარჯვენა არა. მარჯვენა აქ. და აი, ჩო. ოჩო ნინო. იყო გლამურული ასვლა? კი. მანქანის გარეცხვა უკვე ნახეთ. მარიშკამ ნიკას თავანი უნდა ჩააბარებინოს, წინაზე რო წააგა. ეგ მოხეული იყო. რემჭი? რაიგე? რა? ეგ მოხეული იყო. გიო, დაგემსგავსე? კი, ეგრე გამოდის. მოხეურად წაუქციე? ეხა სად ვართ? შიდა ქართლი, კასპი და არსენას გამოქვაბული.
პრინციპში თბილისთან ძალიან ახლოს არის. კასპი ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მგონია ფოტოგრაფებისთვის, იმიტომ რომ აი ესეთი ბუნებაა, თუმცა ამ ბუნებას თან ახლავს გველები, ხვლიკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის კაი ხელა ძროხა ხვლიკები დახოხავენ წინ და უკან და სულელებივით დავრბივართ წინ და უკან. ეხლა რაც თავარია, სადაც ვართ? არსენას გამოქვაბული, ასე ქვია ამ ადგილს. მიუთითეთ კასპი, იმიტომ რომ Google-ში სხვადასხვა ვერსიებს გიგდებს, რამოდენიმე არსენას გამოქვაბულია. ლეგენდის და მითის თანახმა, არსენა მარაბდელი სწორედ აქ იმალებოდა და აქ ინახავდა 700.000 მოპარულ მანეთს, რომელსაც გლეხებს ურიგებდნენ. ისტორია რომანტიკული არის, დასასრული მე მგონი არც ისე რომანტიკულია და თვითონ ეს აკლდამა არის სინამდვილეში ეს არ არის გამოქვაბული, ეს არის აკლდამა, სადაც ძალიან უხსოვარ დროს, რადგან ზუსტად თარიღი არ ვიცით და რამდენადაც ჩემთვის Google-ის მეშვეობით მიღებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ეს ადგილები კარგად არ არის გამოკვლეული, აქაურები, ისტორიკოსები იწერებოდნენ, რომ კომუნისტების დროს აქაურებას ტრაქტორებით ამუშავებდნენ. სახნავსათესნი მიწები არის ამ გამოქვაბულის ირგვლივ და ანუ ეს ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში რა. არ არის კარგად გამოკვლეული, თუმცა კასპის მუზეუმი ინახავს უნიკალურ ექსპონატებს და ვინც აქ წამოხვდათ, შეგიძლიათ შეირბინოთ კასპში, ჩვენ უბრალოდ ძროხასთან გვეჩქარება და ვერ შევირბინეთ. არის კიდე თეთრახევი, სადაც რამოდენიმე ათეული წამებულის ნეშთი ასვენია, ანუ თავის ქალებია ბევრი. ასევე არის მონასტრის, ესე ვთქვათ, სამონასტრო კომპლექსი იყო და მაგის ნანგრევებია და თითქმის ყველა რუქაზეა დატანებული ეს მარშრუტი და თბილისიდან დილით რო გამოისეინოთ, საღამოს უკან ხართ რა, ანუ ძალიან ახლოს არის. არაფერი არ არის და მოსასვლელიც მარტივი არის და ულამაზესი ხედები იშლება აქედან და ამ გამოქვაბულსაც ძალიან დიდი მღვიმესაც ძალიან დიდი ისტორია აქვს რა, ანუ რამის ქრისტეშობამდეა ლამის რა, გავართ და ძალიან ბევრი ნარჩენებია ნაპოვნი და ეხლა კარგად თუ დავათვალიერებთ, აქ თიხის ნარჩენების ნახვაც შეიძლება, უბრალოდ ჩვეულებრივი თიხაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ადრე თავის დროზე ზოგი დოქი იყო, ზოგი ჭურჭელი იყო, ზოგი რა იყო, ზოგი რა იყო. ზევით არის კიდე ნაქალაქ არის. გრაკლიანის გამოყოლება არის რა, ანუ გრაკლიანი ხო ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩვენი აღმოჩენა საქართველოსი რაც არის, იმის გამოყოლება არის და აქ რავი, ადრე თუ გენ რაღაცებს იპოვიან რა. ავიდეთ ზევით და წავიდეთ. შეხედე როგორი რამეები არის. აქ იყო სასანთლე ეგერ მაგალითად. აი ესე ნახე, დამუშავებულია რა. ეს ხო ბუნებრივად არა, ნახე აქ რა იყო? აი რაღაცა ედოთ აქ. გაკეთებული არის რა. რაღაცა ედოთ. ანუ ის იყო რა. სხვათა შორის გავს იმას კაპადოკიაში რომ ნახეთ ჩვენ გამოქვაბულები. ანგრილა. ხო, აი ნახე თან სამხრეთ აღმოსავლეთის სუმზეა. რაღაცა მომწვა, ძალიან მაგარი რაღაცა. ლარა კროფტი ხარ ქართველი. და გადავწყვიტეთ, იცოდეთ რომ დღეს რო ეს მაცვია, არის ლარა კროფტის ისა. ესა თქვენი დამსახურება. იმ უნიკალური გამომწერის რომელმაც მითხრა ლარა კროფტს გაკეთდა. ძალიან კაი. ეხა უყურეთ ლარა კროფტი, ლარა, დღეს იქნება ლარა. ლარა წველი ძროხას დღეს, რო იცოდეთ. ის სად არის ბიჭო მიკროფონია, იმაზე იყო მეგონა. ერთ შენ გიკავი. მეორე, ორი. გახსოვთ თქვენ რო იწერებოდით თავშესაფარია? ხელში უჭირავს და დავთხოვეთ. მოკლედ, ნაკვეთი. სათვალე რო უკეთიე თავზე, ორი ერთი სათვალე რო უკეთიე და მთელი დღე რო სათვალეს ეძებს. გაიშალა. მოკლედ, ნაკვეთი არის რა, ხელით და ეთყობა კიდევაც. აი ნახე რანაირი ფორმები აქვს. ანუ იმინა ნაჩალჩარია და ეს არის ქანი არის ისეთი რომ ადვილად ემორჩილება რა. და აქ ნახე რანაირად იყო, ეს სავარაუდოდ აქ რაღაცა ტიპი იყო, ეს გადმოხურული იყო, აი შეხედე, აი ისინია რა ქვია, ფორმები აქვს, ამას ტყუილა კი არ აქვს ეს ფორმები, რა გაცინებს? სასაცილოს ვიძახი რამე ეს? მე ვიცი, აცადე. აი ფანჯარა იყო, მოდი ან გონს რო დაკეთე. არაფერი კაცი. ანუ არა, კაცი არ მოყვა. შეხედე, მოდი. აი რანაირი ფორმები აქვს, შეხედავ? Queen doesn't fight, she removes her absence.
and watches everything collapse. გურო, აქ დაგჭირდება თითრების დადება ქართულად. თითრები დავადოთ. გადი. დედოფალი არ იბრძვის, ის უბრალოდ ტოვებს სივრცეს და უყურებს ყველაფერი როგორ იშლება მის კარგში. ულალა, ნინო. ანუ თქვი გაზაფხულზე გამოვიყვეთ. ნიკა, აბა ფანჯარაზე გითხარი. ფანჯარაზე ნინომ გითხრას ახლა. კარმა არის is a bitch. რაღაც, არა ნიკა, მე ვარ ნიკა ლებანიძე. აი აქ არის რაღაც, აქ რაღაც იყო, თუმცა დიდი ხანი გავიდა და მას შემდეგ არ ვიცით რა იყო, მაგრამ აქ ნამდვილად არის და ალბათ იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იყო. ხო ხედავთ ნაკვეთს? აი ნამდვილად იყო. რაღაც. ოუ რასკავს საერთოდ არ ეთყობა რომ 15 წუთის წინ სულ თეთრი იყო მაგრა იგრძნობა უკვე გაზაფხული. გეგონება თოვლი გადნა და ეგრევე გაზაფხული მოვიდა. რკონში სადაც ვართ ახლა, სადაც მივდივართ. დაახლოებით რკონიდან უნდა 30 წუთი ნახავდით, სულ აბრები არის და გზა მონიშნული არის. რომ მიხვიდე ნამონასწრალამდე. კიდევ სხვა მარშრუტებიც არის, სხვათა შორის საკმაოდ კარგი. ხო და მე რო აქეთ მოვდიოდი, ცოტა ველავდი და ნერვიულობდი, იმიტომ რომ ხეცი მარტი ისეთი თვე არის გადაღებისთვის, დიდად რო არ გიყვარს რა, რაღაც თოვლი არის და ჯერ ესეთი თოვლის ვერავის ვეღარ გააკვირვებ, იმიტომ რომ ყველას მობეს და შენი ზამთარი და თოვლი ყველას უნდა გაზაფხული, მაგრამ სადაა შენი გაზაფხული? ჯერ კიდევ ზამთრის სიცივეა შემორჩენილი და მაგრამ ვფიქრობდი რომ რკონი არ იქნებოდა ლამაზი ამ სეზონზე, მაგრამ ძალიან მოვტყუდი. პირველად გინდათ სალაშქროდ წასვლა გაზაფხულზე მოგიწადებთ ჩამოდით რკონში მარტივი ბილიკია რკონში ძალიან ლამაზია უნდა მიუსწროთ ოღონდ მზე სანამ არის რკონში მანამდე ჯობია რომ ჩამოხვიდეთ და ეხლა ჯობია მე მგონი გავისერნო და აღარ ჩხუბობ ხო რა გჭირს რატო აღარ ჩხუბობ ვინ კაი არ ვიტყვი კაი არ მეც ამბობ ჩემი შული მაგას არ ამბობს მართლა ჩემი შული მე გოიმი ხარ წავით რამდენი დარჩა ასასვლელად აი 5 წუთი და ესა პლატოზე მოუწოდებ ხალხს მოდით მოიყვანეთ შვილები და შეიგრძნით გაზაფხულდა აყვავილდა ნუში
მე-7 საუკუნის ტაძარია და მე-13 საუკუნის მოგვიანებით უკვე დამატებული. თუ იცით, რას ნიშნავს მრავალმალიანი ხიდი? მრგვალი ხიდი რომ არის, ხო იცი? ქვისგან აშენებული. აი ასეთი ფორმის მრგვალი. ეძახდნენ მრავალმალიან ხიდს. დაახლოებით მე-12 საუკუნეში არის აშენებული და პატიოსნად ემსახურება უკვე 800 წელია. ლეგენდის თანახმად ქვია თამარის ხიდი. ამბავი ყოველ შემთხვევაში გადმოცემით ასე ვიცით, რომ თამარი იყო ჩამოსული აქ თავისი ამალით. აქ უნდა გადასულიყვნენ ერთი სანაპიროდან მეორე მხარეს და ხიდი არ დახვდათ. ხო და რა თქმა უნდა გასაბრძანება რომ ხიდი აეშენებინათ და სწორედ ეს ხიდი აშენდა. საქართველოში ესეთი მსგავსი მრავალმალიანი ხიდი ცოტა არის დარჩენილი. ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო ასაშენებლად, თუმცა კიდევ ერთი საინტერესო ამბავია, რას ყვებიან იცით, რომ ხიდში ჩატანებული არის ოქრო იმისთვის, რომ ვაიდა ეს ოქრო დაინგრესო, იმ ფული იყოს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ აშენდეს ხიდიო. კი. წყალში რა ჩაიყრებოდა თუ დაინგრა? მითი და ლეგენდა. იმიტომ არის მითი და ლეგენდა, რომ მაინც და მაინც ლოგიკა იქ არ გვჭირდება. მხოლოდ ფანტაზია. მოდი ვილაპარაკოთ, რა შეგრძნებები არის, როდესაც გაზაფხული მოდის და ქალაქში კი არ გძნობ ამას. ქალაქ გარეთ რო გამოდიხარ და გაზაფხულის სუნს გძნობ და ხედავ ბუნებამ როგორ იცვალა ფერი და ჩვენ ეს გაზაფხულის საღამოა 7 ხიდან ხეზე გადავწინა ჩიტი, ახტაგოჩი. მოკლედ, არ დაგეზაროთ და თბილისიდან ძალიან ახლოს არის რკონი. ვეძებ ახალ მეგობრებს მომწერეთ. და ოჯახთან ერთად ბავშვები შეგვხვდნენ, ბავშვებთან ერთად, მეგობრებთან ერთად ძალიან მარტივი. ერთი ქართველების ოჯახი იყო, ბებია, დედა და შვილი, ძალიან საყვარლები იყვნენ და მეორე ოჯახი რომელიც შეგვხვდა, იყვნენ უცხოელები, მამა და 2 ქალიშვილი. ადგილობრივებმა ვიტყვეს რკონელებმა, რომ რეალურად ეს იყო შთაგონების წყარო ცნობილი ქაჯეთის ციხისთვის და ის რო ნახეს ამის მიხედვით დახატეს. და რკონში დაახლოებით მარიშკა მითხრა ჩვენი ინფორმაციით, სულ 6 ადამიანი ცხოვრობს. 6 ადამიანი ცოტა. ადგილი ძალიან ლამაზია და სახლები ძალიან ლამაზი და მყუდროა. ბუნებაც ძალიან ლამაზია.
ამენ. Თქვენი სახელი? ლელა ნინუცა, მადლობა რომ შემოგვიშვით ესეთი არასერიოზული ხალხი. არა, როგორ გეკადრება? აბა. აი, წაწუდი გო. აი, მოდი დავუშვებ მეწოდება. დაიჭირე, აი ასე. აი აგე. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, მე და ჩემი უნდაური. სახელი გვაქვს? ინდაურებს არა აქვს სახელი. ვაიმერას, ეს რამხელა პატარა არის? ანუ გაზაფხულისაა რა. 1 წლისაო. გლამაზი რატო არა ის რატო არა აქ აი? რა უნდა ხონდეს? აი ეს რაღაცები აქვს ბევრი. იმ მამლებს აქვს. აი ეს დედალი. არა, დედალს არ აქვს, მამლებს აქვს. ხოლმე აი ასე რო გადმოდის, ბრაოს ეძახიან, ბრაო. რაც დიდია ინდაური. ლამაზი არის. მათი მეშინია. აი მოდი არა გადი. ინდუ. აი გეხო კიდე გადალახე. არა. გადალახე შეში. მიყავი მამაც. კარგად ერთობი? ქალბატონი ლელა, რომელსაც სინამდვილეში მარიამი ქვია, იმიტომ რომ 21 სექტემბერსაა დაბადებული. ღვთისმშობლობას. და დამეხმარა და დამაჭერინა უნდაური. ჩვენ ვლაპარაკობდით აქ, რომ სულ 4 კომლი ცხოვრობს, მაგრამ აქ ძალიან ლამაზია, ხო ცხოვრება. ზაფხულში ახლა ზამთარში ხო უყურებ, გადამხმარია ხო. ზაფხულში აყვავებულია ყველაფერი, მინდვრები გინდა, ტყე და სულ. რა ნარგავები გაქვთ აქეთ? ყველაფერი მიგია, ბები, დედოფალები, წულპნები, მიხაკები, რა ვიცი, ხეყვავილები და იასამნები, ყველაფერი. საქონელი? საქონელიც მყავს, მეწველი ძროხები მყავს, ქათმე მყავს, ინდაურები, იხვები, ღორები და რაც შეიძლება რომ იყოლიოს ადამიანმა ყველაფერი. გელი იცი საკით და მოპარვა? არ ვიცი ახლა ვიცი, გელი საერთოდ ხვარს დასდევს, ასევი გამიგია და ხვარი არ არის ჩვენთან. ჩვენი აბა ლეკვები. წუხელი დაყარა ხო? ვაიმე ლეკვების. ვაიმე თაგვები არიან ლეკვები. ხوار დავსვა ეს ინდაური. მას კარგი და? დასურა. დამპარა ეჭმე დამპარა. იქეც დასვი. შიშარა. ერთი დღეს გარეთ გამოვიდა და დაეხმარა. ქალბატონი ლელა დაგთანხმდა კეთილშობილურად, იმიტომ რომ როგორც თქვით, მარტივი ამბავი არ არის ძროხის მოწველა. დაგთანხმდა, რომ საკუთარ ძროხას დაგვითმობს და მოგვაწველინებს. ახლა საქმის დროა. ხოსვისული როაყიდე. მე რა? საღამო მშვიდობისა ძვირფასო ძროხებო. მივეს, ვაიმე გოჭები! ვაიმე რას გვანან! ვაიმე მოდი დროზე! რა ძროხები გოჭები! ვაიმე! ვაიმე რა საყვარლები არიან ხალხო! აი, გრაბიდი.
ვაჭამოთ. ვაიმე, დედაღორი. ცოტა. დედაღორი ძროხასავითაა. ეს ამხელა უნდა იყოს? ღორებს ვაჭმევ. ძროხა უნდა მოვწვალო. და დედაღორის ზომა რო არ განახოთ, ვერ გადარჩები. ესა დედაღორი. მეშინია. ესეთი დიდი უნდა იყოს ეს დედაღორი. ეგ რა არის, კიდე ახლა გაიზარდება, ახლა მუცელი იქნება. ხო, ამხელა თუ იყო დედაღორი, ჩემს გარდა ვინმე კიდე ვიცოდა, არა. გორის მეტი რა მინახავ სოფელში და ყოველ გამარ. ეს ძალიან დიდი არის, ორსულადაა? ორსულადა, გამარჯ ვაჭამოთ. ეხლა ჩვენს მასპინძელი ალბათ ფიქრობს, ეს რასულელი ხალხიო, 5 კამერით შემოვარდნილები ვართ და ღორებს უღებთ გაგიჟებული აღტოვანებულები და ალბათ ფიქრობს, ეხლა ყოველდღე უყურებს რა გააკვირვათო, მაგრამ გვიკვირს და გვიხარია და იმედია თქვენს გიკვირთ და გიხარიათ, ამიტომ ზუსტად ის დროა თუ ამდენი ხანი უყურეთ ჩვენ YouTube vlogs, ახლა დააჭირეთ ღილაკს ხელი და გამოიწერეთ და მეგობრებსაც გამოაწერინეთ და ოჯახის წევრებსაც სწორედ ძალიან გჭირდება. გჭირდება. რა დაარქვით ამას? მეგოზინა. იმიტომ რომ ვერტრია რომ სიმღერა არის. შედარებისთვის. მე, ჩემი ზომა და ძროხის ზომა. აი ძროხა. ის სურათ არის. რატო ლამაზია? დიახ, ძალიან ლამაზია და ეს კურდღელა არის. მე კურდღელას მოვწვარ. წაბლა არის, ეს ნაცარ არის და ის ჭოტა არის. ჭოტა რატო ჭოტა? რავი, დიდი რქები აქვს და მე მგონი არ გიუცხოვებს, რავი. მე არ მწიხლავს და არ მივიცხოვებს. თუ შეგონა ახლობო. წიხლავს რას ნიშნავს? აი, წიხლი არ გაგატყას მეთქი რა არის. შეიძლება უცხოზე, მაგრამ მიდი, აბა მოდი, ვცადოთ. ვცადოთ. მოიცა რა მომიყვანს შკო. ხო არ დამატყოს. გოგეშირია, გოგო. დაი. ცოტა. გოგო. მოდი, ახლო მოდი. ნუ ოკეში, ეგრე არ უნდა გეშინდეს. აი ნახე როგორ ჩამოდის ეგრე. მოკიდე ხო, მოკიდე. აგერა ეგრე ჩამოსწიე. რატო არ გამომდის? აი ესე, აი ვიყურე. არ მინდა რომ ვატკინო. აი, ორი როგორ არ ეტკინება ეს ამის ეს. აი შენ ისე აკეთებ. აი ვიყურე. უნდა მოუჭირო. დაბლა რო ჩამოვარდზე. ხო მოსდევს რძე. უნდა მოუჭირო რომ გამოვიდეს. ბიჭო, კაი ჯანი უნდა. ესე იგი მე შენზე ჯანი. რო ვადე? აი ტექნიკა არის. აი უყურე წიაწვერში რომ მოვარდზე. მუჩს უჭერ მე და გამოდის. ჩელა, დილას რომელზე დგებით? 7-ზე. 7-ზე დგებით. როგორია ყოველ? ზაფხულში 6-ზე, იმიტომ რომ ზაფხულში ადრე გადის საფრთხელი და ეხლა ცოტა მოგვიანები. ხო. ხო და ისა 7-ზე რო დგები, ვამთავრებ სადღაც. მე უნდა გაყარო ძროხები და 9-მდე ამათ იმაში ვარ, მოვლაში. შენ თავისთვის რო გრჩება? ხანდიხანა რა ვიცი. რა გიყვარს თავის ფოტოს რასაკეთებ? ინტერნეტში ვარ. ტელევიზორს არ უყურებ? არა, არ მაინტერესებს. YouTube-ს? არა, YouTube-ზე გვაქვს გადაცემა. ნახავ. ინტერნეტში რას ნახულობ, მაშინ თუ YouTube-ზე არ ხარ? ინტერნეტში იზამ ახლა იმებს, დაქალებს იმებს მივწერ, მოვწერ აქეთ, იქით. ჭორაობ. მეგობრები აქ ყავთ? არა. ხო. ვინ მეყურება ბეზობელი არ მყავდა, მეგობარი საიდან მეყურება. აქ არა, მაგრამ ისე დაქალები ბევრი მყავს. აი, უყურე. ძალა უნდა, ძალა ამას. ნახე როგორ ასწევი. ძალიან დიდი ჯაფაა, ხო საქონლის ჯაფა კი არა. მაგრამ ჩვენში რამდენი საათი 17 წლიდან მე ძროხებს ვყვენ 17 და 65 წლისა ვარ, მაგრამ არაფერი დამართია, კაცო, აგერა ხალი ვარ ესევის. ყოჩაღი და ლამაზი. რა. ზოგი ძახი ჯაფარი. აბა უჯაფაო და რა მოდის ამ იმაში. ხურებაში გეთეხილი არ გამართყას ახლა. მე ხალხს რო ხედავს ხო იცი ძროხა იმასაც. არა უწვალებ ამ კერძს. განები მაშინათო. აი ნუ ჩამოაყოლე, აი! როგორ გამოდის ნახე, კენი! ხო, გამოგივიდა. გამომივიდა! დაასველეს ძუძუ და ჩამოასრიალე ხელი. აჰა, რომ იცოდეთ, ხელი დაასველე. ძუძუზე ჩამოატარე და ასე, აუ რა კაია! თქვენ აქაურობა რატო არ დატოვეთ?
მე რო ჩავედი იმაში ჩოჩეჩიცა მაქვს ბინა და კასპშიცა მაქვს რო ჩავედი და შვილები რო დავაბინავე უკვე სამხედრო მოვატარე და სკოლა დავამთავრებინე და გოგო გავათხოვე მე ვიფიქრე მამა პაპეურს დაუბრუნდეთ მეთქვი და ის დაუტოვე შვილებსა და წამოვედით ჩვენ მე და ჩემი ქმარი აქა ავაშენეთ მე აგე სამსართულიანი სახლი რომელიც დგას აგერ აი ხო და ასე წამოვედი მამა პაპეური ეს ჩემი მეუღლის ქავთარაძეების მამა პაპეური არ დატოვე არ დავტოვე იმიტომ რომ აგე ხო უყურებს სოფელს ვინც მიატოვა დანგრეულია ყველაფერი და განადგურებული კი და მათ მე მგონია რომ ჩემიც ინგრეოდა და ამიტომ ახალი ავაშენე ეხ შეიძლება ცოტათი ზედმეტი მომდის მაგრამ მგონია რომ ვინც საბოლოოდ წდება თავის ფესვებს სახკარს და ივიწყებს თვითონაც ინგრევა იმიტომ რომ ანგელოზი ფუჯისა როგორც ვიცი რჩება ძველ სახლში არ უნდა გაწყდა კავშირი მე რომ მივდიოდი აქედან დროებით ანუ შვილები ეგ დავწარდა იმიტომ სკოლა არ არის აქ და არაფერი არ არის და მითხრეს რომ წახვალო პესოკი აპნეგზა და გზაო რომ ანგელოზი გამოყვესო ამიტომ ავიღე 1 კილო პესოკი და სულ გზა და გზაო ეგ არ ვიცოდი წავიყვანე ანგელოზი და რომ წავედი ისე მოვიყვანე ჩემ ადგილზე და აგერა სახლი დავდგი ეგა ხო ეგ არის ძველი წინაპრების ნათქვამი თქვენ ესეთი კაი ენერგიის მატარებელი ხართ ისეთი კეთილი და ხალისი ხართ და ყველაფერი თქვენს ირგვლივ ეგრე არის სულ ყველაფერი ეგრეა სადაც მივდივარ ახლა მუშაობდი ფიტნეს კლუბშია თბილისში აბაზამთან ცოტა გავერთობი მეთქი გავალ ძალიან დიდი თოვლები და ის რო იყო და ვერ ჩერდებოდი უსაქმოდ და იქ ვიმუშაე მეთქი და რომ მენეჯერები რო შემომხედავდნენ და ვაიმე რა ურა შემოიტარე და ვაიმე რა კაი დიდი მადლობა. რა ქვია კურდქვიტა? ამას კურდღელა. კურდღელა. იმას ნაცარა. ნაცარა. ეს ლიმუზინა. ეს ლიმუზინა, ზომა. ნინდაურს როგორ ეძახთი? ეხა მოიცა. ხოდა, მოდი აქ. ხოდა ეხა მაგხმით. თავანი ხო ჩასაბარებელი აქ. მაგხმით გაეკიდე და დაიჭირე რომელიმე. კაი, მიდი, ჩასაბარებელი. მამის ყველა კაცი ვარ, რას ქვია, მე რა, წესიერი რამე შემოთავაზე. არ შეიძლება ესეთი მეორე რაღაც გითხარი. სიმღერა შევთავაზე? არაო. დაიჭირე ინდაური შეჩმარო. მიდი რა. მე დავიჭირე. გონიათ რომ ხე წავალ და ინდაურს დავიჭერ რა. გამოიწერეთ ნინუცას არხი. არა, 40,000-ის პირობა ორივე შევასრულეთ. ნინუსამ ძროხა მოწველა, ერთად მანქანა გავრეცხეს. ჩემი სურვილი უნდა შეასრულო. ხო, მაგრამ ნუ ყურე შენ სურვილი გააჩნია, ცოტა ისეთ სურვილი უნდა შევასრულო. ბევრი რაღაც გითხარი, იმღერეთ ხო არაო, იცეკვეო არაო. იცეკვეო არაო. რამხელა სიყვარული ყვადრე ხალხშია და რამხელა აღარა არის ახლა. რატო? რა ვიცი, აი რატო გადაგვარდა ხალხი და იმიტომ. არა. აი ხა უყურე. ერთი მეორე აღარ უყვარდა. აი ხა მოვედით უცხო ხალხი აქ, ხო? ხო. გაღიმებულები, გახარებულები და დაახვდი გაღიმებული და გახარებული. შენაირ მასპინძელი რო იყოს ყველა. დიახ. ხო აღარ იქნება ეს რაღაცა. ხო, ამიტომ ენები და რაღაცები. ამიტომ უნდა სიყვარული კონდეს ერთი მეორისა, რომ სულ გაღიმებულები, სულ გახარებულები უნდა შევხვდეთ ერთი მეორეს, რომ კაი ხასიათზე დავახენოთ, კაცო. აბარა, ხო და ეხლა რა ქენი იცი Facebook-ში რო ზიხარ დაქალებთან, ხო? YouTube-ში ჩაჯიქი. და უყურე ნინიცო ჩენელს რა. ხო, კაი უყურე. აი მეტი რა გინდა სხვა ბედნიერებისთვის. ამიტომ კიდევ ერთი მოტივი რომ ჩაალაგოთ ბარგი და ნუ ძროხის მოწველა სასიამოვნო პროცესი იყო, სხვათა შორის მანქანის გარეცხვა ძალიან სასიამოვნო იყო, კონში ხო ფანტასტიკა იყო სეირნობა და მარიამ ტრადიციულად თქვენ ემშვიდობებით საზოგადოებას.
ეს რა ქვია 50000 კაზე თეთრი ხიდიდან გადავხტეთ თუ ჩვენთან ერთად წავიყვანოთ 5 კაცი. არა, უყურე 50000 კაზე თეთრი ხიდი ნათქვამი გვაქვს უკვე. გიოს მზად არის, ადიდებულია თან რიონი და გადავაგდოთ ახლა ეს. კაი, 40 ხო შევასრულეთ. 50-ზე არის თეთრი ხიდი და 60-ზე არის 5 კაცი მიყვავს ჩვენთან ერთად. 60-ზე კი არა, ხო? 60-ზე არის, რა გინდო? ორი იქ გველოდება უეჭველი. ხო, მესამე გიორგი არის. მესამე გიორგია და ორ ადამიანს აქვს შანსი. ოღონდ ეს ყველაფერი ჩემ კისერ შენ არიფლები გასა. ჩაწყობებს არ ვართ. დაშლა არ მოშლის. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა, ნახვამდის და კარგად. კარგად.